ის ფაქტი, რომ ამერიკის, ასე ვთქვათ, უპირველეს ინტერესებში არ შედიხარ, ეს თითქოს ჩანს, რომ რა ცუდია, მაგრამ მოდი ვთქვათ, როცა ინტერესში შედიოდი, რითი შედიოდი, ხო? რა იყო, რო ყოფილიყო ეს პირობითად ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის დახმარება, ფაბრიკა ქარხნების გაშლა, რაღაც ინდუსტრიული საზოგადოების დაფუძნება, კიდე იტყოდი, რომ ახლა აღარ ვარ მის ინტერესებში, მაგრამ მის ინტერესებში როცა ვიყავით, ეს იყო NGO-ების დაფინანსება, ეს იყო მეხუთე კოლონის დაფინანსება და ეს იყო პირობითად მეთიუ მილერი, რომელიც გამოდიოდა და პირდაპირ ამბობდა, რომ ოპოზიცია არის რაღაც კარგი და მთავრობა არის ცუდი. და შეფარულად, მაგრამ მე არ მესმის რატო გაუხარდათ რუბიოს ეს განცხადება, როცა რო შეადარო წინა ადმინისტრაციის განცხადებას, ეს იყო აბსოლუტურად დიპლომატიურად შეფუთული და მარტივად იყო, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის და ჩვენ ლაპარაკობ და საერთოდ არ ყოფილა აქ ოცნებაზე ლაპარაკი. განსხვავებით წინა ადმინისტრაციისა, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ეს რუსული კანონი, ესენი ამბობენ, რომ არ ვიცით, აინტერესებს თუ არა ეს რეგიონი. ეს არის მნიშვნელოვანი ხალხი. რეალურად ხდება ის, რომ საქართველო რადარებზე აინთო, მაგრამ აინთო როგორც სუვერენული ქვეყანა და არა საჯილდაო ქვა ამერიკასა და რუსეთს შორის და ესაა მნიშვნელოვანი.